დიახ, დონალდ ტრამპმა თქვა ძალიან საინტერესო სიტყვები, რომ მას სურს, რომ იყოს მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი ლიდერი. მან ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ სურს ამერიკის პირველობა, ამერიკის სიძლიერე დააბრუნოს. თქვა, რომ ამერიკული ოცნება ბრუნდება და რეალობად იქცევა. მალე გააკრიტიკა სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ მას სურს, რომ დასრულდეს ომები და ის იყოს მშვიდობის მყოფელი, ან თუნდაც იმითაც, რომ არ ჩაერთოს ამერიკა ახალ უსასრულო ომებში. თქვენ იცით, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის ჩართულობას სხვადასხვა კონფლიქტში და ასე შემდეგ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მის მიერ ფიცის დადებამდე ერთი დღით ადრე, მაგალითად ისრაელსა და ჰამას შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო არის მოლოდინში, მისი ძლიერი და მშვიდობის მყოფელი პოლიტიკის მოლოდინში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრ პოლიტიკის პრიორიტეტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმაზე დაყრდნობით თუ რა თქვა მან თავის საინაუგურაციო სიტყვაში. პრინციპში ეს იყო იგივე აქცენტები, რაც მან გააკეთა გუშინ მხარდამჭერებთან შეხვედრისას და თვეების განმავლობაში ამბობდა და სპირდებოდა თავის ამომრჩეველს. პირველი და უმთავრესი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ყველაზე დიდი ნაწილი მისი გამოსვლის სწორედ იმიგრაციას ეთმობა. მან თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ამერიკის სამხრეთ საზღვარზე, რომ დააბრუნებს პოლიტიკას დარჩი მექსიკაში, რაც გულისხმობს, რომ თავშესაფრის მაძიებლები უნდა დაელოდონ იმას, სანამ ამერიკა გასცემს შესაბამის უფლებას და დასკვნას მათ საიმიგრაციო სტატუსზე, ისინი უნდა დაელოდონ ამ პროცესს მექსიკაში და არა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან ბევრი ისაუბრა ენერგეტიკაზე, მწვანე ენერგიის მიმართულებისაც, თქვა, რომ კლიმატის თაობაზე შეცვლის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, მეტი ნავთობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს და ასე შემდეგ, ტარიფებზე, ვაჭრობაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიგრაცია და ეკონომიკა მაინც არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხები, რომლებზეც დონალდ ტრამპი საუბრობს ამ ვითარებაში, თუმცა ცხადია საუბრობს საერთაშორისო კონფლიქტებზე. ხო, და საინტერესოა როგორი იყო განწყობა საზოგადოებაში რა მოყვა ამ სიტყვას რო გვითხრა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორ აფასებს მის სიტყვას, როგორ ადარებენ თუნდაც იმ სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა თუნდაც წლების წინ, როდესაც პირველად გახდა ამერიკის პრეზიდენტი, რა განსხვავებები დაიჭირა მედიამ და რას მოასწავებს ეს ყოველივე. დონალდ ტრამპი ძალიან ცალსახად და პირდაპირ საუბრობს იმაზე, რასაც აპირებს და ის დღესვე და უახლოეს დღეებშივე აპირებს, რომ ამ კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება. მშვიდობისა და გაერთიანების გზავნილები ყოველთვის არის ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ნაწილი, რასაც მედია და საზოგადოება, მხარდამჭერები თუ მოწინააღმდეგეები, როგორც წესი, ელოდებიან ხოლმე არჩეული პრეზიდენტებისგან აი ამ საინაუგურაციო გამაერთიანებელ სიტყვაში. მან გააკეთა ეს მოწოდებები, რითაც ცხადია, ბევრი არის კმაყოფილი, მისი მხარდამჭერები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ამბობენ, რომ ის ყველა დანაპირებს შეასრულებს, თუმცა დემოკრატი კონგრესმენები, რომლებიც აქ ჩვენ ნახეთ მაგალითად საკანონმდებლო ორგანოში, ისინი ამბობენ, რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს ის დანაპირები და უშუალოდ ის, რაც ნამდვილად სჭირდება ამერიკელ ხალხს. იქნება ეს, ვთქვათ, უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა თუ ასე შემდეგ, გააკეთოს ეს ყველაფერი ისე, რომ უპასუხოს ამომრჩევლის მოთხოვნას და არა ისე, ვთქვათ, როგორც უშუალოდ თავად წარმოუდგენია საჭიროდ ან მისაღებად. ამიტომ დემოკრატებიც ურჩევენ ახალ რესპუბლიკურ ადმინისტრაციას, რომ იმოქმედოს იმის შესაბამისად, რაც არა მხოლოდ მის ამომრჩეველს, არამედ ზოგადად ამერიკელ ხალხს უნდა, რადგან ის უნდა იყოს მთელი ამერიკის პრეზიდენტი და არა მხოლოდ, ვთქვათ, მისი ამომრჩევლის და მხარდამჭერები.